ილონშიდობისა. ილონშიდობისა 9:59 დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ნაცნობის სახეები ნაცნობ ტალღაზე ფოლკ რადიომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის პირველი სეზონის დახურვა აღნიშნა. წვეულებას ჩვენი გადამღებით ჯგუფიც დაესწრო, როგორ იყო პირველი სეზონი და რას გვირდებიან ახალ სეზონზე. ნინო ლაშხი მოგողობა თავის რეპორტაჟში. სულ მეგონა რომ ვაიმე ნეტა ვინუსმენს რაღაცა და რეკავს ადამიანები როგორ მიყვარსო პარასკევი რომ უსმენო გადაცემებსო თეატრებზეო და ისე გამეხარდა რომ ეკა მაზმიშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას 4 თვის განმავლობაში ეწეოდა. ფოლკ რადიოს პირდაპირ ეთერი ყოველ პარასკევს თეატრალურ სამყაროს ეთმობოდა. ჩვენ რა თქმა უნდა ჟურნალისტური პროფესიონალიზმი ბუნებრივია გვაკლეკი არ გაგვაჩნია ეს არც ვიცი რა არის ხო სხვანაირად მუშაობენ ჟურნალისტები მაგრამ გვაქვს სამაგიეროდ სხვა ყოველდღიურად ისე ხდებოდა როცა საერთოდ ვიყავი და ფაქტობრივად ქუჩიდან პირდაპირ ეთერში შევერბოდი ხოლმე და რაც ადრე ვერ წარმომედგინა. თვითონ ეს ფაქტიც რომ ეს ხერხდებოდა მეტყველებს იმაზე რომ ძალიან გავითავისე ეს გადაცემაც და ეს საქმეც. ისეთი საოცარი ისტორიები იყო მოთხრობილი რუბენ კუდავასთან, ლაშა ჟვანიასთან, გიორგი კალანდიასთან, ნიკოლაი ჩიიშვილთან, ეკა მამამ ყველა იყო საოცარი სავსე გადაცემა და ძალიან ინფორმაციული, ძალიან ემოციური და საინტერესო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთქვა აი ამ პროექტს, ამ წამოწყებას, იმ ადამიანებს, ვინც დგანან ამ პროექტის უკან. სხვადასხვა სფეროს ექსპერტების თუ წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელების დღის წესრიგში 1 საათი რადიო ეთერს ეკუთვნოდა. 13 ნაცნობის სახის ნაცნობ ტალღაზე შეკრება ფოლკ რადიოს დირექტორმა დავით მაღლაფერიძემ შესძლო. პირველ სეზონზე სულ 230 გადაცემა მომზადდა. ნამდვილად იყო რთული, იმიტომ რომ ყველა მათგანთან გიწევდა დღეში მინიმუმ 2 ჯერ შეხება, ეგ იყო გადაცემების განხილვა უშუალოდ მუშაობამაზე, თუმცა ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირდა. შექმნის დღიდან ფოლკ რადიოში მუშაობ არაერთი გადაცემა მქონია, ვართ მუსიკალური წამყვანები. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება, რაც ამ სეზონზე მოხდა, მრავალფეროვანი გახადა უფრო რადიო. სურვილი მიჩნდებოდა უსმელი ხშირად. განსაკუთრებით გამოყვანდი ნიკარურუას გადაცემას, ჯაზომრადიას და სიამოვნებას განჭებდა ყოველ კვირას. და წარმატება მინდა ვუსურვო ფოლკ რადიოს ახალი სეზონიდან. სეზონის დახურვა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს. მოწვეული ცნობილი წამყვანები სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს. რამდენიმე მათგანი კი მომდევნო სეზონზე საეთერო დროის გაგრძელებაზეც დაითანხმეს. ეკა მამალაძე რჩება, უბა კუდავა რჩება, ლაშა ჟვანია რჩება. ეს ასახაჩემილია ვთქვა. რაც შეეხება თეატრალურ სივრცეს, აგვექნება გარდამავალი დროშის სახით ყოველ პარასკევს, ანუ ის წამყვანი, რომელიც წარადგენს თავის სტუმარს, აი სტუმარი უკვე შემდეგ იქნება წამყვანი და აი ესე გადაეცემა ეს გადაცემის წამყვანის ესტაფეტა. ჩვენს რადიო მსმენელს ვასმენებდით მისი უწმინდესობის ნაწარმოებებს. ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ ეს ნაწილი მოწონდა ჩვენი რადიო გადაცემა და ამას გავაკეთებთ. საღამო ტორტის გაჭრის, საზეიმო ცერემონიითა და ეთნო-ფოლკ მუსიკის თანხლებით დასრულდა.